ერთ შაბათს გარიჟრაჟზე როცა ჯერ ისევ ბნელოდა, მივიდა მარია მაგდალელის სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი გადაგორებულია სამარხიდან. გაიქცა და მივიდა სიმონ პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს და უთხრა მათ: უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით სად დაასვენეთ. მაშინვე გამოვიდა პეტრე და სხვა მოწაფე და მივიდნენ სამარხთან. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრესზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და დაინახა დაგდებული ტილოები, მაგრამ არ შესულა. მის შემდეგ მოვიდა სიმონ პეტრეც, შევიდა სამარხში და დაინახა დაწყობილი ტილოები. სუდარა თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, იმ ტილოებთან კი არიდო, არამედ ცალკე იდო ერთ ადგილას დახვეული. მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან პირველად რომ მივიდა, დაიხილა. დაიწამა. რადგან აქამდე არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. მოწაფეები კვლავ წავიდნენ თავისთვის. მარიამი კი იდგა სამარხს გარეთ და ტიროდა. ტირალი სამარხისაკენ დაიხარა და დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი. მსხვდომარენი ერთი თავთით და მეორე ფერხთით, სადაც იესოს გვამი ესვენა. უთხრეს მას: დედაკაცო, რატომ სტირი? მან მიუგო. ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი სად დაასვენეს. ამის თქმისას მოტრიალდა და იხილა მდგომარე იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. უთხრა მას იესომ: დედაკაცო, რატომ სტირი? ვისეძე? მას მებაღე ეგონა იგი და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი სად დაასვენე და მე წამოვიღებ. უთხრა მას იესომ: მარიამ. მოტრიალდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი. რაც ნიშნავს მოძღვარო. იესომ უთხრა მას: არ შემეხურ, რადგან ჯერ არ ავსულ ვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი, მე ავდივარ მამა ჩემთან და მამა თქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას. იმავე დღის საღამოჟამს, შვიდეულის პირველ დღეს, როდესაც იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში და უთხრა მათ: შვიდობა თქვენ და ეს რომ თქვა უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით. კვლავ უთხრა მათ იესომ: შვიდობა თქვენ და როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა: მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ. ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ. თომა, 1-12 თაგანი ტყუპის ძალა წოდებული,
არ იყო მათთან, როცა იესო მივიდა. უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა. ჩვენ ვიღილეთ უფალი. მაგრამ მან უთხრა. თუ მის ხელებზე ნალურ სმევს არ ვნახავ და ნალურ სმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში საკუთარ ხელს არ ვიწამ. რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო კარჩაკეტილში, დადგა შუაში და თქვა. შვიდობა თქვენდა. შემდეგ უთხრა თომას. მოიდა აქ შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. მოიდა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნებ. მორწმუნე იყო. მიუგო თომამ და უთხრა მას. უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. And my God. უთხრა მას იესომ. შენ მირწმუნე იმიტომ რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი ვისაც არ უნახივარ და სწამთ. მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა და რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. ამის შემდეგ კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე. ასე გამოეცხადა მათ. ერთად იყვნენ სიმონ პეტრე, ტყუპის ძალა წოდებული თომა, ნათანაელი გალილეის კანადან, ძენი ზებედესნი და ორი სხვა მის მოწაფეთაგანი. უთხრა მათ სიმონ პეტრემ. მე სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს. ჩვენც დამოყვებით. გავიდნენ და ჩასხდნენ ნავში. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. გათენდა და აჰა, იესო დგას ნაპირზე. მოწაფეებმა კი არ იცოდნენ, რომ ეს იყო იესო. უთხრა მათ იესომ. შვილებო, გააქვთ რაიმე საჭმელი? მიუგეს მას. არა. უთხრა მათ. ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვეთ. ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო. მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, უთხრა პეტრეს. ეს უფალია. სიმონ პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო და ზღვაში გადაეშვა. სხვა მოწაფეები კი პატარა ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან. დაახლოებით 200 წრთაზე გამოათრიეს ბადე თევზებიანად. ხმელეთზე რომ გამოვიდნენ, ნახეს დაწყობილი ნაკვერჩხლები და თევზი, მათზე დადებული და პური. უთხრა მათ იესომ. იმ თევზისა მოიტანეთ ახლა რომ დაიჭირეთ. სიმონ პეტრე წავიდა და ხმელეთზე გამოათრია ბადე სავსე 153 დიდი თევზით და სიმრავლის მიუხედავად ბადე არ გახეულა. უთხრა მათ იესომ. მოდით, ისაუბროთ. მოწაფეთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა ეკითხა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ, ასევე თევზიც. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო მოწაფეებს, მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა. მას შემდეგ, რაც ისაუზმეს, იესომ უთხრა სიმონ პეტრეს. სიმონ იოანესა, ამათ ზემეტად გიყვარვარ?
უთხრა. კი უფალო. შენ იცი რომ მიყვარხარ. უთხრა. აძოვე ჩემი კრავები. კვლავ უთხრა მეორედ. სიმონ იოანესავ, გიყვარ ვარ? უთხრა. კი უფალო. შენ იცი რომ მიყვარხარ. უთხრა მას. დამწყსე ჩემი ცხვრები. მესამედ უთხრა. სიმონ იოანესავ, გიყვარ ვარ? პეტრე შეწუხდა მესამედ რომ ვკითხა გიყვარ ვარო და უთხრა. უფალო. შენ ყველაფერი იცი. იცი რომ მიყვარხარ. უთხრა იესომ. აძოვე ჩემი ცხვრები. ჭეშმარიტად გეუბნები შენ. სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოიტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი სადაც გსურდა. როდესაც მოხუცდები გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს. ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა. მომყევი. მოტრიალდა პეტრე და დაინახა, რომ მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, მოსდევდა მათ. სწორედ ის, კერძზე რომ მიეკროს ერობისას და ჰკითხა უფალო, ვინ გაქცემს? რომ დაინახა, უთხრა იესოს პეტრემ. უფალო. ამას რა? მიუგო იესომ. თუ მე მსურს რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რა? შენ მე გამომყევი. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მას, არ მოკვდებაო. არამედ თუ მე მსურს რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რაო? ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესო მოიმოქმედა, რომელიც დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, თვით ქვეყნიერებაც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.